მოგესალმებით მეგობრებო, ბევრი თქვენგანი უკვე მიცნობს და იცით ჩემი საქმიანობა. ვინც არ მიცნობს, მე ვარ დადო ბალარ, მანტიკი, დიაგნოსტიკი, გრაფიკოსი, მაგი და მხედვარი. რომ არ დაგაბნიათ, ასე ვთქვათ, ზოგადად ვთქვათ, რომ ეზოთერიკი. მეტი გაგიხარდათ ჩემი დანახვა, რადგან ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ მოგითხოვიათ ლაივი და სამწუხაროდ არ მქონდა ამისთვის დრო და ზოგადად გარკვეული მიზეზების და გამო არ მიმაჩნია სწორად, როცა ოპერატორის გარდა კიდევ 100 კაცი გიყურებს და გისმენს კარტის გაშლა, თუნდაც მანტიკის საშუალებების გამოყენება, ასე ვთქვათ, ლაივში. თუმცა ამას არაერთი მკითხავი და მანტიკი აკეთებს დღეს და ყველას თავისი აზრი, მუშაობის და კლიენტების მოზიდვის ტაქტიკა და ხერხი აქვს და მოდი გამკითხავთ ამ ადამიანებს. ჩემი მიზანია, რატომაც გადაწყვიტე, ასე ვთქვათ, ვიდეო რგოლების ჩაწერა. ვიდეოების საშუალებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ზოგადად ეზოთერიის შესახებ, მინდა გაგარკვიოთ თუ როგორ და რატომ მუშაობს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ხშირად ხდება პოსტები სხვადასხვა თემებზე, სადაც არაერთ ცრუ და სულელურ ინფორმაციას ვკითხულობ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არასწორი ცოდნა და წარმოდგენა გაქვთ მანტიკაზე, მაგიაზე, სამყაროს მექანიზმზე, ასე ვთქვათ, ზოგადად ეზოთერიაზე. ხო და ვფიქრობ, რომ დროა სწორი მიმართულებით შევცვალოთ ეს წარმოდგენები და მივიღოთ, ასე ვთქვათ, სწორი და საინტერესო ინფორმაციები. დიდხანს ვფიქრობდი, რა თემით დამეწყო. ეს ჩემი პირველი ვიდეო რგოლია. ალბათ ელოდებით, რომ ვისაუბროთ დღევანდელ სიტუაციაზე, აპოკალიფსზე, ასე ვთქვათ, ვირუსზე, მაგრამ არა, დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. დღეს მინდა შემდეგში უკვე იქნება ინტერაქტივები და რა თქმა უნდა, თავად მოგეცემათ საშუალება არჩიოთ თქვენთვის საინტერესო თემა. შეგიძლიათ კომენტარებშიც დაწეროთ, რა თემაზე გსურთ, ან რა საკითხების განხილვა გსურთ. ასევე შეგიძლიათ კითხვებიც დაწეროთ. დღეს კი რადგან უმეტესი თქვენგანი მისმენთ როგორც მანტიკს და დიაგნოსტიკს, მოდი დღეს სწორედ ამაზე ვისაუბროთ, რა არის მანტიკა. ბევრი რა თქმა უნდა ეძახის კითხაობას, ჭხიბაობას, წინასწარმეტყველებას და ასე შემდეგ. მე მიყვარს სიტყვა მანტიკა, რადგან თვითონ სიტყვა მანტიკა მოდის ძველი საბერძნეთიდან და ნიშნავს წინასწარმეტყველურ ნიჭს. ასე ვთქვათ, განჭვრეტის ხელოვნებას, უფრო ლამაზად ჟღერს და ესეც არის, ეს არის მანტიკა, არის განჭვრეტის ხელოვნება. ძველად მანტიკის არაერთ საშუალებები არსებობდა, მრავალფეროვანი იყო ძალიან. ჩამოვთვალოთ რამდენიმე, ეს იყო ონირომანია, სიზმრების მეშვეობით, აუსპიცია, ჩიტების მეშვეობით, პირომანტია, ეს იყო ცეცხლის მეშვეობით. მორფოსკოპია და ფიზიოგნომიკა, ეს რაც ადამიანის ეს ვიზუალის და აღნაგობის მეშვეობით ხდებოდა მანტიკა, ნეკრომანტია, მაგალითად გარდაცვლილის მაჩვენებლების მეშვეობით, სწორად გაიგეთ, ეს არ შეგეშალოთ. ასტროლოგია, ცის მანათობლების მეშვეობით, დღესდღეობით ასტროლოგიას მეცნიერებას ვეძახით, რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ ძველად ვარსკვლავები იყო მანტიკის ეს ერთ-ერთი საშუალება. ქირომანტია, ეს ხელის გულის მეშვეობით, თავისთავად იცით ეს. რა თქმა უნდა, იყო ორაკულები, კარტის სხვადასხვა სახეობები, ქვეები, კანქარები, ბროლის ბურთი, მაგალითად ესეთი ერთი წელი მეც მაქვს და ძალიან მიყვარს. დღესდღეობით ეს ყველაფერი გათანამედროვდა, შეგვემატა მანტიკის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და მათ მიეცათ საბოლოო მნიშვნელობები. პირადად მე ვიყენებ არაერთი მანტიკის ინსტრუმენტს, ასევე ონირომანიას, რომელიც წელენ ვახსენე, რაზეც თუ დაგაინტერესებთ, უფრო ასე ვთქვათ, დეტალურად ვიდეო რგოლებში ვისაუბრებ სიამოვნებით. დღევანდელ დღეს, ვისაც აქვს მანტიკის რომელიმე ინსტრუმენტი, ეს იქნება ტარო, ეს იქნება ლენორმანი, ორაკული, ან თუნდაც რუნების სხვადასხვა სეტი არსებობს და ისწავლის მათ საბოზიცო მნიშვნელობებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაყავდეს მანტიკი. გაგიკვირდებათ, ხო? მაგრამ ეს არცია. იმიტომ რომ მანტიკას არ სჭირდება დიდი ნიჭი, მით უმეტეს ეზოთერიული ნიჭი. ამას სჭირდება ელემენტარული ასე ვთქვათ, დამახსოვრების ნიჭი, სწავლის ნიჭი, იმიტომ რომ ინფორმაცია საკმაოდ დიდია.
თუმცა ეს იქნება მხოლოდ მკითხაობის დონე და არა ასე ვთქვათ პროფესიონალური მანტიკა, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან ხშირია და მანტიკის ინსტრუმენტებს უფუჭდებათ სახელი, რომ მაგალითად ტარო, ორაკული ან რუნები ცდება, არა ეს არ არის სწორი, ცდება ის ადამიანი, ვინც მანტიკის ინსტრუმენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციას არასწორად გადმოცემს. ანუ მისი ინტერპრეტაცია მცდარი და არათავად ინსტრუმენტი. შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ გაგიწევთ პროფესიონალურ დიაგნოსტიკას, ვერც რეგნოსტიკას, ვერც პროგნოსტიკას, ვერც კონსულტაციას და მოგაწვით მცდარი ინფორმაციას, რა თქმა უნდა. არაერთხელ გაიგებდით ან წაიკითხავდით ესეთ სისულელებს, აი ჩემი მანტიკის ინსტრუმენტი გამებუტა, მაგალითად ტარო ხო, ჩემი კარტი დაიღალა, ჩემი ორაკული არ მელაპარაკება. მანტიკის ინსტრუმენტი არ არის ცოცხალი არსება და არ გააჩნია მას გრძნობა და ემოცია. შესაბამისად, იმედს გაუცრუებ ძალიან ბევრზე, გეტყვით რომ არც კარტი და არც მანტიკის ინსტრუმენტი ვერ გაგებუტებათ. ანუ პრობლემა უბრალოდ თქვენშია. ვინაიდან საბაზრო მნიშვნელობები ძალიან მრავალფეროვანია და ყველა ავტორს თავისი ასე ვთქვათ მოსაზრება აქვს, მათ შორის მეც მე გახლავართ ადამიანი, აქამდე არ ვამბობდი ესე საჯაროდ, ახლა ვიტყვი, რომელიც ამჟამად წერს წიგნს სახელად ტაროს საიდუმლო. ეს იქნება ტაროს საბაზისო მნიშვნელობები ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე, თუმცა საკმაოდ განვრცობილად და დეტალურად, რადგან გადა ჩემი მოსაზრებებისა, ანუ სხვადასხვა ესეთ ცნობილი ავტორის მოსაზრებებსაც ავწერ შიგნით, ჩამოთვლი რამდენიმეს, ეს იქნება ეტიელა, პაპიუსი, ალისტერ კროული, ვაიტი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შევხვდებით ასევე რამდენიმე ფილოსოფოსი, რამდენიმე ფსიქოლოგი. როცა გამოცემ ამას თქვენ თავად იხილავთ, სიმართლე გითხრათ, ოდესღაც ვოცნებობდი ასეთ წიგნზე, მით უმეტეს ქართულ ენაზე რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ არა მარტო ქართულზე, საერთოდ არ არსებობს, ესე ვთქვათ, ამდენი ინფორმაცია ერთ წიგნში მოთავსებული, ვერ მოვიდია და ამიტომაც გადავწყვიტე დამიწერა ჩემი. როგორც უკვე ახლა ვახსენე, მანტიკის ბაზის შესწავლას დიდი ეზოთერული ნიჭი არ სჭირდება. თუმცა მასალა იმდენად დიდია და არ არის არც ერთ წიგნში ერთად მოთავსებული, უმეტესად ადამიანს უჭირს ამ თუ ინსტრუმენტის სრულფასოვნად შესწავლა. ანუ ეს დღეს დიდი პრობლემაა. მაგალითად, ტაროს კარტი მოიცავს ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, სფეროს, ხო? ჩამოვთვალოთ რამდენიმე, ეს არის ნუმეროლოგია, ეს არის ასტროლოგია, კაბალა, ალქიმია, რა თქმა უნდა, მითოლოგიები, რელიგიები სხვადასხვა, მოიცავს მიკროკოსმს, მაკროკოსმს, ასე რომ ტაროლოგმა თუ მინიმუმ ის ჩამონათვალე, რაც ახლა ჩამოვთვალე, თუ არ იცის, ეს ადამიანი მე ვთვლი რა არა, ზოგადად ეს ადამიანი ტაროლოგი არ არის. მანტიკის დროს იღებ საკმაოდ დიდ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას სჭირდება გაფილტრვა, შესაბამისად ინფორმაციის სწორად გადმოტანას და ინტერპრეტაციას სჭირდება ნიჭი. ანუ ამისთვის საჭიროა კარგი ინტუიცია, შინაგანი მზაობა, გახსნილობა, საკუთარი თავის და თვითონ ინსტრუმენტის მიმართვა. რა თქმა უნდა, შესაბამისი მსოფლმხედველობა. ახლა გარდა საბაზისო მნიშვნელობებისა, მანტიკს უნდა შეეძლოს იმ ინფორმაციის დანახვაც, რასაც ინსტრუმენტი არ გაჩვენებს. ან მალავს, ან ეს უკვე, ეს არის უკვე პროფესიონალიზმი, მე ესე მიმაჩნია. მანტიკა ბევრად სიღრმისეული აღქმა, ვიდრე მკითხაობა, ეწევანეც ვახსენე, არ მიყვარს ეს სიტყვა, სიმართლე გითხრათ. მკითხაობა რომელიმე ინსტრუმენტით. ინსტრუმენტი უბრალოდ მანტიკს აძლევს საშუალებას ინტუიციის, ასე ვთქვათ, საშუალებას ინტუიციის მეშვეობით უკეთესი ანალიზი და ასე ვთქვათ, მოდელირება გავუკეთო სიტუაციას, რაც შემდეგ საშუალებას გაძლევს არა მხოლოდ მიიღო პასუხი დასმულ კითხვაზე, არამედ თავად სიტუაცია განახორციელა რეალობაში. ეს უკვე ახლა მაგია, ამაზე თუ სრული გექნებათ, რა თქმა უნდა, დავუთმობ ერთ ვიდეო რგოლს და ამაზე ვისაუბრეთ, ერთი რატომ, არაერთი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბევრი განხრა არსებობს აქაც და საკმაოდ საინტერესოა. მაგრამ დღეს გავაგრძელოთ ახლა მანტიკაზე, ისევ ალბათ ყველას გაინტერესებთ, რომ როგორ იღებს მანტიკი ინფორმაციას. ამაზე არაერთი მოსაზრება
არსებობს და თქვენც არა ეს გაიგებდით, წაიკითხავდით ან ისედაც ასე ვთქვათ. სხვადასხვა კითხავებისგან არსებობს ინფორმაციის ველები, სადაც იქნება ჩვენი ინტუიცია და ქვეცნობიერი, რომ ინფორმაციას გვაწვდიან მაგალითად გარდაცვლილი სულები, სხვა არსებები, ანგელოზები ან დემონები, ასეთი მოსაზრებაც არსებობს მიუხედავად ამისა, რომ ამ ჩამონათვლიდან ნებისმიერ არსს შეუძლია ინფორმაციის მოწოდება, შესაბამის ფასად, რა თქმა უნდა, უფასო არაფერი ამ სამყაროში ჩემო მეგობრებო, იმ ადამიანისთვის, ვინც ფლობს ექსტრასენსორულ ნიჭს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანის, ასე ვთქვათ, ესე უბრალოდ კარტი გავშალე და მოვიდა დემონი და ასეთი ინფორმაცია მომაწოდა და მე მithოვი ესეთ რაღაცები არ ხდება. რაც შეეხება ესე იგი, რის თქმას მინდოდა, ეს არის ინსტრუმენტის დახმარებით, მანტიკის დროს ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი ნატიფი გრძნობებით. ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი და ჩვენი ინტუიცია, ხო? თავად ადამიანია ამ ინფორმაციის მიმღები და გამტარი და გამფილტრავი. არავინ არც ანგელოზი, არც დემონი და არც არსი არ მოდის, ესე ინფორმაცია და მიდი გაიცი, ეს არ ხდება, რა თქმა უნდა. მოკლედ პირველი ვიდეოსთვის მე მგონი საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე, იმედია თავი არ შეგაწყინეთ. ეს იყო მოკლე მიმოხილვა, თუ რა არის ზოგადად მანტიკა, ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო. შემდგომში უფრო დეტალურად განვიხილავთ სხვა საკითხებს, უფრო კონკრეტული საკითხები ავიღოთ. ეს იყო მხოლოდ გაცნობითი რგოლი, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ კითხვები და შემდეგ ვეცდები გიპასუხოთ, რა თქმა უნდა, თუ საინტერესო კითხვები იქნება, უცვლელად გიპასუხებთ. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები, რაზეც გსურთ ინფორმაციის მიღება და აუცილებლად გავითვალისწინებ. ახლა დროებით დაგემშვიდობებით მეგობრებო. დიდი მადლობა ვინც მისმენდით. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს, რა თქმა უნდა.